რეაბილიტაციის პროცესს, მის ესე იგი პროექტის შედგენა, დიზაინი, ზედამხედველობა აწარმოებს უცხოური კომპანია EGSO, მათ აიღეს ვალდებულება იმისა, რომ დამამთავრებელი კურსების სტუდენტებმა გაიარონ 3-6 თვიანი პრაქტიკა ამ კომპანიაში, რაც იქნება საუკეთესო საშუალება, როგორც ბათუმის წყლისათვის, რომ შეარჩიოს მოახდინოს შერჩევა ასე იგი კადრებისა, როგორც ასეთი ჯუნიორ ინჟინერის, ახალგაზრდა ინჟინერებისა, ასევე თვით სტუდენტებისთვისაც საუკეთესო საშუალება, რომ გაიარონ პრაქტიკა. საინჟინრო ტექნოლოგიური მიმართულების მესამე და მეოთხე კურსის წარჩინებულ სტუდენტებს თავაზობენ პრაქტიკას 3-დან 6 თვის ვადით. ეს იქნება 3 წლის განმავლობაში და მათი რაოდენობა იქნება ალბათ 10-დან 15-მდე. მე ვფიქრობ, რომ ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც მათ მომავალში დასაქმების ადგილას უკვე ექნებათ გავლილი პრაქტიკა თანაც ევროპელი კოლეგების მეთვალყურეობით, რაც ვფიქრობ, რომ მათი წარმატებისა და მომავალში დასაქმების საწინდარი გახდება. Ბალაშვილის შეხვედრა ემსახურება იმ საერთო მიზანს, რომ უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს ამ დროისთვის ჰქონდეთ შესაბამისი პრაქტიკა ბათუმის წყლის საკონცერტო სამსახურში, რომელიც დაეხმარება სტუდენტების გაზრდაში და შესაბამისი კვალიფიკაციების მიღებაში და შესაბამისი უნარჩვევებით აღჭურვაში, რაც შემდეგ აქცევთ მათ პერსპექტიულ კანდიდატებად, რომ დასაქმებული იყვნენ შესაბამის სფეროში.